მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე ვიღებ ისევ Mercedes G-Class-ის და Toyota Land Cruiser Prado-ს შედარებას. ცოტა არეულობა მაქვს ახლა. მინდოდა მაქსიმალურად ისეთი ტრამპლინი შემომეთავაზებინა რეალისტური, მაგრამ ვერ მოახერხე და რაღაცა ნახე ვიპოვე, რა ვიცი. არ ვიცი, ნამდვილად არ მახსოვდა ეს თუ მქონდა და პროსტა ახლა ვიპოვე და ჭირდება რა, ალბათ ამას მერე გადავყრიან რამეს უზე, იმიტომ ძალიან ძველია. კარგით, არ ვიცი რა მოხდება, სადღაც ალბათ აი აქ დავდებ კამერას, კარგად დაინახოთ აქტობის მომენტი. სადღაც ესე გავხდებს და პირველი ვიწყებთ Mercedes-ით, რა თქმა უნდა. მე ორივე ერთმანეთს შევხვდებით და ნახოთ. ეს შეიძლება დაზიანდეს ცოტა ჩვენი მანქანა. კაცმა ნაკიდან პირდაპირ მოიცა ესე შორის იქნება. ამიტომ მოდი ესე იმას ვქნათ. აბა ჩამოვჭდე 3 2 1 ოკეი. კაი, რაღაცას ვიზავ და თავიდან გავაკეთებ. აბა ახლა ცოტა ხელს შევაშველებ და ესე თუავა. არა, ჩავარდა ეს პროექტი. Mercedes-მა ვერ დაძლია, იმიტომ მძიმეა რა თვითონ და ალბათ ვერ დაძლევს. და რა ვიცი, მე კიდე ახლა Toyota-ს გავტესტავ და რავი, იმედი ეს პროექტი გამოვა რა. ჯერჯერობით იაპონური ავტომობილები იგებს, ამას გავაკეთებ და დავბრუნდი და ამის იმედი უფრო მაქვს, ალბათ, იმიტომ ცოტა ტრამპლინი შეგველახა, მაგრამ უფრო და ეს ამას რაღაცა მოუვიდა და მე გავაკეთებ. თან ამას ესა გადახდა კი, იმედიც მქონდა და გადახდა კიდეც. ამიტომაც 2-0 იაპონიის სასარგებლო.